ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამენდეს. მე საარტისტოზე მინდა. დოქტორობიდან ექიმობამდე მსახიობობის გავლით. დავიწყე ექიმობას. დერდროულად მოხდა ისე, რომ მიმიწვიეს ფილმში ბოდიშტრინგელი ციგვილი. აკრას დიხ. ჭაღარა შერთული, მაგრამ უბერებელი ზურიკელას ცხოვრებისა და ექიმობის ამბავი. ფიქრობდი, წინზე მემუშავა თუ გულზე. ავირჩიეთ გული, გატეხილი გული, რომლის აღდგენა შეიძლებოდა. ძალიან ხშირად უთქვიათ, რომ მარტო კარდიოლოგი კი არ არის, ეს ფსიქოლოგია. მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ამას არ ვაჭარბებ, ეს არის დამსახურება იმ ჩემი მეგობრის და ექიმის, რომელსაც სერგო ორჯონიკიძე ჰქვია. ისე დაამშვიდებს, ისე გამოიყვანს მდგომარეობიდან სიტყვით, რომ შეიძლება წამალი არც დაჭირდეს. ესენი არიან, ბიჭო, პროფესორები, ესენი არიან. ისე დღესში ჩავარდი. სამომარტყე ესე ვხარ. ვერ მითხარი რომ ზოგი გაიყავი ამდიხანი. შენ გენაცვალე მე. სუფრა არის ქართულ ზღაპრებში როა ჯადოსნური სუფრა. სადილსაც ვერ ასწრებს ხოლმე, როცა იწყებს მკურნალობას ტელეფონით. დიდი სიყვარულის ისტორია, გადასაღები მოედნიდან რეალურ ცხოვრებამდე. ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ უცებ მოვხვდით რაღაცა საოცარ სამყაროში. მეშვიდე დუბლია უკვე და გამიჭირდა და მეხმარებოდა ეგრეთ. მომკიდებდა ზემოდან ხელს ეცედა. ფილმი რომ ვნახეთ დასრულებული, აი იქ ფილმიდან აღვიქვი რომ რაღაცა მომეწონა ეს ბიჭი თქო. მე ზურიკელას მერი ვიყავი. კადრში და კადრს მიღმა. ვიფიქრე რომ თუ ვერავწი 14 წლისა ვარ სესილია თაყაიშვილი და ჩამივარდა ხავს ძალიან ღელავდი. გვეცი სესილიას დავიყვანე ხელით ქირურგიულ განყოფილებაში და სამწუხაროდ აი ეს ვერ გადავარჩინეთ. მოდი ბებია. მე თენგიზ აბულაძე მოვიდა რომ გაიგო ეს ამბავი და შენმა შვილიშვილმაც ვერ გიშველაო და ძალიან სხვანაირი ადამიანია. სხვანაირი ადამიანი და სხვანაირი ბაბუა. ბაბუა არის მაგალითი. 25 წელი არის ოფიციალური თოვლის ბაბუა. ნახეთ, სერგო ორჯონიკიძე, ექიმი, ბაბუა, თოვლის ბაბუა და ახალი წელი. ტელეკომპანია პულსის საახალწლო ეთერში.